რა არის რელიგია როგორც ასეთი? ეს არის ადამიანის ცდელობა დაამყაროს ღმერთთან კავშირი და ამისათვის იყენებს იურიდიულ ნორმებს და იურიდიულ წესებს. მე ვიცი რომ შენ ხარ და მე რომ კარგად ვიყო, მე შენგან წამოსულ ცნებებს, წესებს, კანონებს შევასრულებ და თუ შევასრულებ სწორად, მაშინ მე მეკუთვნის საჩუქარი შენგან და თუ ვერ შევასრულებ, მაშინ მე მეკუთვნის სასჯელი. ამაზე აგებული მთელი იუდაიზმი, ამაზე აგებული მთელი ისლამი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იურიდიული სული ებრძვის ქრისტიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იურიდიული სული. მე კარგი ბიჭი ვარ და ქულებს დავიწერ და ან ჯოჯოხეთის შიშით ასეთი სულისკვეთებით ვერასოდეს ვერ დაინახავ ქრისტეს. ქრისტე ჩვენგან საერთოდ სხვა რამეს ითხოვს. ძალიან საინტერესო თემებია ეს, მაგრამ პავლე მოციქული მოკლედ ამბობს. ქრისტიანი ხდება ახალი ქმნილება. აი ეს არის ხოლმე ეს საცდური ადამიანი ეკლესიაში მოდის და ვეკითხები რატომ მოხვედი? ნუ რატო რომ ზოგი ანგარებით, კაი ფიზიკურ ანგარებას თავი დავანებოთ. მე ჯანმრთელობა, რაღაც პრობლემების მოგვარება რაღაც. არის სულიერი ანგარება. მე სიმშვიდე არ მაქვს, მინდა მშვიდად ვიყო. ვეუბნები ესეც ანგარება. განა ღმერთი არ მოგცემს. მაგრამ მიზანი ეს არ არის. გესმით, ეს არის თამდევი შედეგები. თამდევი შედეგი. აი მაგალითად შედარებაა რომ ბიჭს უყვარს გოგონა ახალგაზრდას და ეუნება რომ გამოყევი ცოლა და რატო? და გოგონა ელოდება რომ მე შენ მიყვარხარ უთხრას. და უცებ ბიჭი ეუნება რომ შვილები მინდა. ბიგინა კარგია, განაცუდია და სიყვარულს შვილები მოყვება, გასაგებია შვილები ქორწინების ناقოფია, მაგრამ შენ რო გოგონას ეთყვი რომ იმიტომ მომყავ ცოლა და შვილები მინდა და შენ უბრალოდ საშუალება ხარ, ამ წარმოგიდგენიათ, აი მსგავსი რაღაც. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდეთ სწორი დამოკიდებულება სულიერ სამყაროში, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, რომ აი ამ ანგარებიდან გამოვიდეთ, აი ამ თან ურთიერთობის აი ამ ფორმიდან და სანამ ეს იქნება და სანამ ადამიანი ანგარებით არის სიმშვიდე მინდა, რაღაც პრობლემების მოგვარება მინდა, მანამ ადამიანს აქვს პრობლემა სულიერ ცხოვრებაში. ხედავ უნდა გამოვიდეს, მაგრამ ეს არც ისე იოლია, თუ მას არ ექნება სწორი ხედვა სარწმუნოებრივი.